ირაკლი, რას ამბობდი? ხო, ერთი წამით ეხლა მე დავაანონსებ, რას ვაპირებ. ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის რამდენიმე დღის წინ მე ჩავწერე ოჯახური საუბრები. დავარქვით მაგას რაღაც რუბრიკა და ხო და მე დავარქვით რუბრიკა რას მიიღებ, იმიტომ რომ 10-ჯერ მითხარი ერთ ვიდეოში რას მიიღებ. ხო და ეხლაც გადავწყვიტე რომ გადავიღო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემას მიადექი, ძალიან საინტერესოდ საუბრობდი თემაზე, როგორ გორდება და მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მივხვდი აგორებაში, რასაც გულისხმობდა, იქვე დააყოლე რომ მე ამას ვგრძნობ. ხო და რას გრძნობ? ეგ მოვასწრეთ რა მაგის თქმა არ მახსოვს. მე აქციების მონაწილე ვარ 1987 და უფრო 88 წლიდან. შატალოზე წავედი, გონი დაწერილიც აქვს სადღაც. ერთგან ინდივიდუალურ შატალოზე წავედი, შეიძლება ვიდეო ბლოგით ჩავწერე, მაგაზე აღარ მახსოვს. 88 წლის 21 სექტემბერს ვარაზის ხევს აუყევი ესე ტროლეიბუსით თუ ავტობუსით, უნივერსიტეტის კიბეებზე შეფენილი იყო ხალხი და ისინი აპროტესტებდნენ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან, რუსები ისროდნენ, პოლიგონი ჰქონდათ იქ და შესაბამისად ზიანდებოდა ფრესკები და იმ პერიოდიდან, იმ დღეებიდან მე ყველა აქციას ხამაღალი მეთქვა მიქნება, ბევრ აქციას დავსწრები ვარ, ასაკურია სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ხელისუფლების წინააღმდეგ. 22 სექტემბერს მე პირველად დავინახე ზვიადგამსახურდია კინოს სახელთან. ხაკისფერი ბიჭაკი ეცვა 88 წელია, ანუ პრეზიდენტობამდე 3 წლით ადრე წარმოიდგინე. და რომან გვენცაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინ არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. და ესე მოხვია იღლებში ხელი და ეს ბიჭაკი შემოერღვა აქ ზვიადგამსახურდიას. ვინ არის მეთქი ვიკითხე და მიტინგის სხვა მონაწილეებმა მითხრეს რომ ესო ზვიადგამსახურდიაო და სახში დაუბრუნდი ცხოვრებულ მამაჩემს ვკითხე ზვიადგამსახურდია ვინ არის მეთქი და როგორ ზვიადგამსახურდია არის ციოდა და ამის შემდეგ მე დავესწარე მე 5 ნოემბრის იმავე წელს 88-ში 5 ნოემბრის იპოდრომის 12 ნოემბრის იპოდრომის 22-29 ნოემბრის აქციებს იქ სადაც ქარიშხალია სულარო პარლამენტის წინ მე 99 წელი იყო და ამ ყველაფერმა იმ პერიოდმა და უკვე შემდგომმა წლებმაც მე დამიგროვა გამოცდილება ერთის მხრივ და ჩამომიყალიბა ჭვრეტის უნარი, განჭვრეტის უნარი. მე ასე რომ ამბობენ ხოლმე სურგის ტვინით ვგრძნობ ხშირად, ხანდახან ვწდები განა არა. სურგის ტვინით ვგრძნობ, რას ვერ მოიგებს, რაში ვერ გაიმარჯვებს ესა თუ ის ხელისუფალი. აი ახლა ამ განათლების დეფორმამ მკვლელობას რო ვაკეთებთ, იმ მოვლენების გათვალისწინებით, იმ კომენტარების, იმ სულისკვეთების გათვალისწინებით, ასაც ვკითხულობ და ვეცდობი Facebook-ზე თუ სოციმედიის სხვა საშუალებებზე, სხვა პლატფორმებზე. რატომღაც მგონია, რომ საზოგადოება ამას არ გადაყლაპავს. ამას კი უკვე ვეღარ და აღარ გადაყლაპავს. საზოგადოება მთლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის ილია უნის პროფესორები და სტუდენტები საერთოდ ყოველთვის მართლები არიან, აქედან დავიწყოთ. ახალგაზრდობა ყოველთვის მართალია და მეჩვენება მგონია ასე ვჭვრეთ ასე რომ ეს ის უზარმაზარი ძვალი იქნება, რომელსაც ვინმე მიქანაძე და ვინმე კობახიძე უკვე ვეღარ მოერევიან, ვეღარ გადაყლაპავენ, ვეღარ შესანსლავენ. ოღონდ ეს ერთი ამბავია, ეს განათლების რეფორმა, დეფორმა წოდებული დეფორმა, მკვლელობა და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო დიდ ამბავში შეიძლება გადაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო კარგად უნდა გავიგოთ, რომ განათლება არის ერთი მიმართულება, რასაც ანგრევს პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი. ის საერთოდ ანგრევს ქვეყანას. ცოდნა განათლება, სწავლების გადაცემა, გადმოცემა თუ გინდა ასე ვიტყვი, გაზიარება ცოდნისა.
თავისუფლების, ღირებულების გარეშე ცოდნა არ არის. ამასთან ბიზინა ივანიშვილი უცოდნო ცოდნის გადამოცემას აპირებს გარკვეული პერიოდი, აი თავის სიგიჟეების მენცარი, იქ რაღაცა დღეს წავიკითხე, რომ აღარ მახსოვს, თავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რას ასწავლის, რას დისციპლინას ასწავლის, რას აგანს. იმის გადმოღებად, იმის აპრობაცია უნდა ყველგან, თუ ბევრგან ან ყველგან. ეს ყველაფერი ჩემი მოსაზრებით ეხლა ძირითადად არ ავწდე, ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს უფრო დიდ მოძრაობაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია საქართველოს დესაქართლოიზაცია ასე იოლად წინააღმდეგობის გარეშე, დიდი და კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობის გარეშე გაუვიდეს ამ რუს ოლიგარქს. იმიტომ რომ ჩვენ კარგად მაყურებელმაც ამ ვიდეო ბლოგისა უნდა გავიგოთ, რომ ერთია განათლება, მეორე რაღაც ჯანდაცვა, აუცილებლად მიადგება თავდაცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ის ებრძვის თავისუფლებას, ის ებრძვის არა მხოლოდ 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს, ის ებრძვის 1991 წლის 9 აპრილს. 91 წლის 9 აპრილის დანგრევა უნდა. ამასობაში გარშემო ნახეთ, აი მაყურებელს მივაქცევით უყურებთ. ყველაზე უფრო არადემოკრატიული ქვეყნებიც კი მაგალითად. მაყურებელი არა, შეხო მე მელოპარაკები. მაყურები შენ, კაი, შენ ჩემი მაყურებელი ხარ. არა, მე მაქვს კითხვა და ეს კითხვა უნდა დავსვა. მე მესმის, რომ ყველაფერი მესმის, რასაც ამბობ, 91 წელს ებრძვის ის თავისუფლებას საქართველოში ებრძვის მე-14 წელია, მე მგონი, ხო? ხო. და შენაბობ რომ წინააღმდეგობის გარეშე ამ ყველაფერს ის ვერ უნდა შეხვდეს და წინააღმდეგობა უკვე უნდა შეხვდეს კი არა, წინააღმდეგობას უნდა შეხვდეს და მე გაუჭირდება. ხო, გაუჭირდება, ხო, ის წინააღმდეგობის გარეშე ამ პროცესებს ვერ ჩაარიხინებს ერთი სიტყვით, ხო? როგორ? წინააღმდეგობა უნდა დახვდეს მას მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მე რამდენი დღე, კვირა, თვე და წელია გრძელდება. წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხი. ხო. და ყოველდღე უშლის ნერვებს და ის მაინც ეფექტურად ასრულებს ყველაფერს, რასაც მიზნად ისახავს. ერთი ყველაფერს ეფექტურად ვერ ასრულებს. მე ვერ ხვდები ეს პროტესტები რატო იქნება უფრო ძლიერი ნერვების მომშლელი მისთვის, ვიდრე გაბრილოვის ღამის პროტესტი. ნერვების მომშლელი არ ვიცი. ხო, რამდენად სწორი სიტყვა. ერთი ყველაფერს ვერ ასრულებს. მასაც გვარიანად უჭირს. მას უკვე უჭირს ფინანსურად. მიუხედავად იმისა, რომ გვეუბნებიან რომ რაღაც 10%-იანიც დააქვთ ეკონომიკაში, მას კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ფინანსურად. მას გაუჭირდება ახალი ყველა აი პირველი სიტყვით დავიწყოთ, როდის აზვირთდება და აზვირთდება თუ არა საერთოდ. შემდეგი დიდი ზვირთის გადაგორება მას გაუჭირდება გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც მიიღო ქართველმა ხალხმაც და მანაც. მაგალითად, ქიმიურ იარაღს, რომელიც მაღალი ალბათობით მან იცოდა 24 წელს, ქიმიურ იარაღს ასე ღიად, ან წყლის ჭაუს ასე ღიად ვერ მოგვიშვერს. შიგნითაც ბზარები ექნება გარკვეულზე მაღალი ალბათობით, თუ კიდევ ამ ძალმომრეობაზე წავა. მე მესმის რომ 400 რაღაც მე-40 დღეა ვდგავართ ქუჩაში, დგას ქართველი ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ცოტა ბევრი, უფრო მეტი მარშებზე, უფრო მეტი 24 წელს ძალიან ბევრი იყო, 25 წელს ნაკლები, 26 წელს კიდევ უფრო ნაკლები, მაგრამ ქართული ხალხი არ ჩერდება. ეს არ არის სპრინტი 100 მეტრზე გაირბინა ბენ ჯონსონმა 9.8 წამში, სხვა შორის დოპინგი მოხმარება დაუდგინეს, ეს 80-იან წლებია. გაირბინა, ეს არის მარათონი. მარათონი აღმოჩნდა რომ 440 კი არა, შეიძლება 880 დღიანი იყოს. მაგრამ თუ ქართველი ხალხი არ დაიღლება და კარგად გაისიგრძეგანებს რა, არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ პერსონალური ეგზისტენციური პრობლემების წინაშე დადგება თითოეული მოქალაქე ან ბევრი მოქალაქე, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, თვითონ ოჯახის წევრი და ასე შემდეგ, ამას რო გაისიგრძეგანებს და გადალახავს იმ შიშს, რომელიც აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს, ან უიმედობას, რომელიც აქვს საზოგადოების მეორე ნაწილს, ან
სოლიდარობის გზნობა და სოლიდარობის გზნობა გაუჩნდება მეზობლის, მეგობრის, ახლობლის, ოჯახის წევრის, შვილის, მშობლის, ბაბუის, ნათესავის მიმართ. ეს აზვირთება, მომავალი, შემდეგი აზვირთება იქნება იმგვარი, როგორიც არ ყოფილა და რომელიც შეიწირავს ამ ხელისუფლებას. ოღონდ ეს აზვირთება უნდა მოხდეს და აი ეხლა უბრუნდები პირველ სიტყვას. მე მგონია, რომ ეს განათლების დეფორმა, ანუ მკვლელობა, არის საკმარისი საფუძველი, ან ერთგვარი საფუძველი, რომ მეტი და მეტი ადამიანი იყოს სოლიდარული თავისი მეზობლის, მეგობრის, ახლობლის თუ ნათესავის მიმართ, შვილის მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ რაზეც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არა ვართ ოქსფორდი, მართალია კობახიძე არა, რომელი ოქსფორდი, ილიას უნივერსიტეტი ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგრამ ჩვენ ესე უტრინებულად აღმავალი გვქონდა განათლების სისტემა. განათლება ჩვენთან განათლება როგორც ასეთი ყოველწლიურად იხვეწებოდა, იზრდებოდა, სრულ ყოფილდებოდა, უკეთესი ხდებოდა, მოდი ასე ვიტყვი. ყველა მიმართულებით. ახლა ესენი არა მარტო სტაგნაციას გამოიწვევენ, არამედ მკვეთრი ვარდნა იქნება განათლების. რაოდენობრივი თვალსაზრისით, მეცნიერებების სწავლებების, ანუ თვალსაზრისით, კვლევების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ჩემზე უკეთ ლაპარაკობენ ცხადია განათლების სპეციალისტები, მაგრამ მეც ავხსნი და რაც თავარია, სული, როგორც ასეთი სულის კვეთება არ იქნება თავისუფლებაზე დაფუძნებული, იქნება დაჩმორებაზე, დამონებაზე, დაჩაჩანაკებაზე, გაუბედურება. შენ სტუდენტო შეეტრიე და ისწავლე ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პროგრამები, მოგონილი პროგრამები. ამასთან ლექტორები უნდა იყვნენ ტიპები, რომლებიც ლაპარაკობენ ბიზნეს უყვარს მართლა ეს ცხოვრება სიცოცხლის შემდეგ, სიცოცხლეზე, სიცოცხლის жизнь после смерти. კარგი არსებობს ეს წიგნი და მილიონობით გაიყიდა, ხო? არა, ხა რაღაცა ბესტსელერი რო არის, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბესტსელერი აუცილებლად კარგია. არა, მისთვის რა არის, მაგაზე არ ვლაპარაკობ, კაცო, ბიძინა ივანიშვილის ამონთხოფურ ტვინში რა ხდება და რა იხარშება. მე ხო ამაზე არ ვლაპარაკობ, ის რაღაც ნაყენებს სურს. მე გეუბნები რა არის მეცნიერება და რა არის ფსევდომეცნიერება. იყიდება წიგნები, დედამიწი რა რო ბრტყელია იმის თაობაზე, ალბათ იყიდება. ხო, იცი რამდენი პროცენტია, აი დღეს მქონდა ვიდეო ბლოგში. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 300 მილიონია. 2% თურმე შეჯერა, აი წარმოუდგენელი რაოდენობაა. 10% არის 30 მილიონი. 2% ხარბი და შემეშალოს, მაგრამ არის 6 მილიონი. 6 მილიონს ორ საქართველოს, აი საქართველო პლუს საქართველო, ხო, საქართველო პლუს სომხეთი. ხო, აი ამ რაოდენობის ხალხს შეჯერა რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ დედამიწა ხო ბრტყელი არ არის. არ არის უბრალოდ. ბრაზილიაში საოცარ ბრაზილიაში თურმე რომელიც საოცარი რაოდენობის მოსახლეა ბრაზილიაში 7% შეჯერა რომ დედამიწა ბრტყელია. ამიტომ რა ვქნათ ეხლა ვასწავლოთ რომ დედამიწა ბრტყელია? შეიძლება რომ შემოღებული იყოს საგანი სწავლება, სახელმძღვანელო და ასე შემდეგ დედამიწის ბრტყელობის თაობაზე. ამიტომ არ ვლაპარაკობ. აზვირთდება ეს ყველაფერი გარკვეულზე მაღალი ალბათობით და გაეჭხლება. ოღონდ ამ კონტექსტში პარალელურად ჩვენ ასაკვირველი უნდა დაგვეხმაროს, მარტივი სიტყვა ალბათ, შეგვეხიდოს ასაკვირველია დასავლეთი. დასავლეთის შეხიდების გარეშე არაფერი ან ბევრი არაფერი გამოვა. და ამათმა უნდა დაუშვან შეცდომები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კითხე რა, იმიტომ ხა მონოლოგიც არ კიდევ გამომივიდეს. თუ რამ ეს თქმა შემილია. არა, ისე იძახი რომ უნდა დაუშვან შეცდომები, გეგონება შეცდომებს არ უშვებან ყოველ დღე. დღეში ორჯერ. ამათმა უნდა დაუშვან შეცდომები და ესენი უნდა მეც არ ვიტყვი რა, აღურებლისათვის და შენთვის. და ესენი უნდა გაისპლიტონ. ჩამოიშალონ, უფრო ზუსტი ალბათ გაისპლიტონ, კიდე შეიძლება სწორი არა სწორი სიტყვა, იმიტომ რომ ეს ერთი მონოლითია პრინციპში, ერთი კოზანუსტრა ღმერთმა უწყის თითი შეწებებული. ერთმანეთთან ფულით, მაფიოზობით, სისხლით, შეიძლება და ასე შემდეგ. კადრებით, კომპრომატებით, ღმერთმა უწყის. ერთმანეთთან შეზრდილი ბანდიტების ინდივიდებისა და ბანდიტების ერთობა. ესენი უნდა ჩამოიშალონ. ვერ უნდა იმ ბრძანებას, რომელსაც იძლევიან, ამის კობახიძე ვიღაც ტიპით ვიღაც ბანდიტები, ხო? არ უნდა ასრულებდნენ ქვედარგოლები. ვერ უნდა არ უნდა შეასრულონ ქვედარგოლები. უნდა თქვან, რომ ამას კი, რასაც ეხლა შენ მე მიბრძანებ, ამას კი არ შევასრულებ.
უნდა იყოს შერცხმენილი რაღაც გედედეს ირაკლი თანამშრომელი კაცმა იდენტობა დაუკარგა ყველას და ყველაფერს. ნონ-პერსონიფიცირება მოახდინა. იმენა იცი, ერთი პერიოდი ძალიან ტრენდული იყო. ეხლა ისეთ მაგალითს მოგიყვანს, შენ ნერვები მოგეშლება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ეს ხომ მიზანი არის თუ ნერვები მომიშლება. არა, ეს ხომ ჩემი ეს ხომ ჩვენი ხო მიზანი. საუბარი, ნახე. უსახო მოდელები იყო ძალიან ტრენდული. რა? უსახო გოგოები რა. აი სახე არავითარი ინდივიდუალიზმი რო არა აქვს და ეს ყველაფერი რატო კეთდებოდა, იცი რომ რასაც უნდა მისგან იმას შექმნიდნენ. ანუ კონცეფცია რაც იყო. მოდის ინდუსტრიაში იყო. მოდის ინდუსტრიაში, ხო, ერთი პერიოდი შემოვიდა. არ ვიცი. ხო, აი ბიზნეს პრინციპის ეს არის ნონ-პერსონიფიკაციის პრინციპი, ნონ-პერსონიფიცირება. ყოველგვარი ინდივიდუალიზმის წაშლა. მასამად კი? დიახ, ყველა არის ერთნაირი. კი. ყველა კოცი გახდა, არ ვიცი, რაღაცა იდენტობის, მორალური უზნეობის და ფსიქიკური აშლილობის სიმბოლო. კოცი ნიშნავს ამას. ხო. კოცი ტროლი ბოტი, ანუ რაღაცა კოცი ტროლი ბოტი. პროპაგანდისტი კი ხო, აი ეს არის. მან წაუშალა ადამიანებს პრინციპის ქონის უნარი. სულ რამდენი არის? საკუთარი აზრის ბევრი. ბევრი არიან, ძალიან ბევრი არიან. არიან. 3 მილიონი ნახევარია ჩვენი მოსახლეობა აურჩეველი. აქედან 1 მილიონი ნახევარი გასულია, მაგრამ კაი, ნუ თქვა რაღაც 700.000-ია გასული. 2 მილიონი 300.000, 2 მილიონი 500.000 თქვა აურჩეველი. ეხლა დამავიწყდა რატომ გახსენე ეს ნონ-პერსონიფიცირება, ხო? ადამიანებს აზრი არ ადამიანებს არ მოეკითხებათ აზრი, იმიტომ რომ აბსოლუტურად მონური მენტალობის, ფსიქიკის და ქცევის, რაც თავარია ქცევის. მატარებლები არიან. მე უბრალოდ მართლა ცოტა ხანში ჩავეწერები იმ ადამიანთა რიგებში, რომლებსაც გონიათ, რომ ვერაფერი ვეღარ შეიძლება. არიან ეს ადამიანები ხოლმე ჩემს გარშემოც, რომლებიც ამბობენ, რომ ვეღარაფერი ვეღარ შეიძლება. მოდის ინდუსტრიაზე ვერაფერს ვერ გეტყვი, ეს უბრალოდ პარალელია. ნონ-პერსონიფიცირებაზე, ადამიანის სახის წაშლაზე, ინდივიდუალიზმისა და ინდივიდის განადგურებაზე ეთანხმები აბსოლუტურად. არ მაქვს პრაქტიკულად არავის იმედი, ვინც ამ მასის წევრი ინდივიდი უკვე აღარ არის, ამ მასის წევრი, ამ ნაცრისფერი მასის წევრია, თქმდებოდ. ასე ვთქვათ, რაოდენობრივად რამდენი არიან, არ ვიცი, მაგრამ კითხვას დავსვამ ამგვარს. სიკვდილზე წამსვლელები მოგესალმებით შენ, ავე ცეზარ. ასე მიმართავდნენ იულიუს კეისარს. რამდენი ბიომასის, ან მასის, ნაცრისფერი მასის ბიომასა არ უწოდოთ მაინც. მასის განა რამდენი ინდივიდია ბიძინა ივანიშვილისათვის თავის გადამკისრის დამდები, გილიოტინაზე გამსვლელი. არიან, განა არა. ვინც შეადუღაბა ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა მეთოდების, მეთოდების გამოყენებით, სხვადასხვა გვარად, ან სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, სწორი სიტყვა. მაგრამ რამდენიაგანა გედედეში თუ პოლიციაში, მთლიან პოლიციის სისტემაში არის 14,000 კაცი, 15,000 კაცი. განა 15,000-ვე თავის დამდებია, რომელიღაც ეტაპზე ბევრი მათგანი ან ზოგი მათგანი არ იტყვის, რომ მე აი რაღაცა დამავალეთ ვინმესთვის სროლა შუბლში. მე შუბლში უკვე ფეხში ვესვი, თირკმელში ვესვი, მხარში ვესვი, მაგრამ დახრეტა რაღაცა დამავალეთ, მე ამას უკვე ვეღარ შევასრულებ და ერთგულებაზე არ დგას მათი ეს ქცევა. რაზე ქცევა? ერთგულებაზე არ დგას მათი ეს ქცევა. ყველაზე კომპრომატი არ არსებობს. ანუ კომპრომატები არსებობს განა არა, მაგრამ ყველაზე ფული არსებობს, კომპრომატი არსებობს, მოგთავო არსებობს, კოზა ნოსტრობაში შეყვანა არსებობს, მაგრამ ყველაზე არ არსებობს და რომც არსებობდეს, ესეთი რეჟიმები დამხობილა ტიპებმა ფაშისტური გერმანია, რომელსაც ემსახურებოდნენ 45 წლის მაინც ესე ვთქვათ 1 სექტემბრის, 2 სექტემბრის შემდეგ უარყვეს და უარყვეს. თავიდან ბოლომდე გაეცალნენ. ვინც ემსახურებოდა ფაშისტურ გერმანიას, ისინი კონკრეტული პრინციპის ერთგულები იყვნენ ირაკლი. გაეცალნენ.
მაგას ვამბობ, პრინციპის მსახურებაც პრინციპის ერთგულება შეიძლება იყო და არის გაცილად პრინციპის ყველა არ იყო ესენი არ არიან ეგეთები ირაკლი ფაშისტურ გერმანიას ეს ყველაზე უარესი რეჟიმი ახლა უდამაცვევინებ უარესი რეჟიმი ამათ პოლპოტის რეჟიმზე უარესია ცხადია არა საშინელებები ხდება გარშემოც ირანში მაგალითად ბევრად უარესი ხდება ასეთი რაღაცეები ძალიან მკაფიოდ ჩანს მხოლოდ რუსულ რეჟიმში ირაკლი რუსულ რეჟიმში ასეთი წაშლილი და ერთ ბოთლ არაყზე გადაკიდებული სამხედროები აქვს გაშვებული იმაში რა ქვია ბიზინა ივანიშვილი ანგრევს ამ ქვეყანას საზოგადოებას ინდივიდს ერთობას სულისკვეთებას ჩაკლული სული გრიგოლ რობაქიძე ყველაფერს ქმნის კლავს სულს როგორც ასეთს ბიზინა ივანიშვილი ინდივიდებს როგორც ინდივიდები ჩვენთან რომ ვიცოდეთ მაინც 20 გასული წლის 30-იან წლებშიც კი წაიშალდნენ ადამიანები მართლა ერთმანეთზე დანოსებით იყვნენ დაკავებულები გვარებს არ დავასახელებ ახლა და მე დავიცი საბოლოო ჯამში 5% 10% ვიცი ინფორმაციის ცნობილი ადამიანები ხასუსა უცნობებზე არ ვლაპარაკობ ხო მაგრამ ეს რაღაც ისტორიის ის ნაწილი საქართველოს ომბდა საქართველოს გამოძრა იმ ვითარებიდან როგორ ხაც ხო მოკლედ ბიზინა ივანიშვილს ეს თავარ თემას უნდა უბრუნდეთ ჩემი მოსაზრებით ბიზინა ივანიშვილს ეს არ გაუვა თუმცა არსებობს რელევანტური მოსაზრება იმის თაობაზე რომ ჩვენ უკვე დამარცხებული საზოგადოება უკვე დამარცხებული თაობა ვართ რომელმაც მოიპოვა 26 წლის წინ დამოუკიდებლობა 35 წლის წინ მოიპოვა აღიდგინა დამოუკიდებლობა რაღაცეებში ვიყავით წარმატებულები უდავოდ მაგრამ 2012 წელმა და უკვე შემდგომმა პერიოდმა ჩვენ დაგვაჩაჩანაკა ადამიანი საქართველოს ხალხის ნამდვილი ან ქართული ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის ნამდვილი ბუნება გამოაჩინა. და კიდევ ერთი დაუბრუნდები იმ თემას, განა რამდენია აბსოლუტურად ერთგული ბიზინა ივანიშვილისა. ვინც მისი გულისთვის ოჯახს, შვილს, რაღაც მეგობარს, ნათესავს, ახლობელს, რაღაც სხვა ღირებულებებს გასცინავს. მე მგონი რომ არიან განა არა, თქვა არის 30,000 კაცი, 40,000 კაცი ბევრს ვამბობ, მაგრამ მაინც მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში არ არის იმაზე მეტი, ვინც თავისუფლების იდეისათვის გაწირავს თავს. ვერც ერთ შემთხვევაში და ეს თავისუფლების იდეისათვის თავგანწირულთა ერთობა თავგანწირვაა, მაინც და მაინც პირდაპირ კონოტაციით არ უნდა წავიკითხოთ ახლა თავის დადებას და შუბლის შეშვერას ტყვიისათვის ამას არ გულისხმობ მაინც და 2026 წელია და თავგანწირვა და ომი სხვადასხვა ნაირად გამოიყურება. უკრაინელები თავს წირავენ, ხო? უკრაინელები ომობენ და თავს წირავენ. კარგი, იცი რა, ერთი ახლა ჩვენ 22 წუთია უკვე საუბრობ და ერთი არა, მთელი გავგებინ საუბრია თურმე. ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე მაინტერესებს. აი ეს იცი, დამწვერვალია, არაფერს არ ვიცი, მართლა თქვა, თქვა არის ევერესტი, ხო? არა მგონი ევერესტი იყოს, მაგრამ რაღაც რაჯა, რაღაც. არა, ეს რაღაც სხვა რამეა, კაცო. მგონი. მოშლება მეშ. მოკლედ ევერესტი. ამ ევერესტზე ადის ტიპი. ამ ტიპს ქვია რაიხოლდ მესნერი. რაიხოლდ მესნერი ჟანგბადის ბალონის გარეშე არის ძნელია. ბევრჯერ არის და ყველა 14,000 ყველა 8,000-ზე არის 14 ჯამში. ხო, ერთის გარდა. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ჟანგბადის ბალონის გარეშე მოძრაობს ტიპი ძნელია, ძალიან ძნელია. ხო, მაგრამ თუ შენ დასახული, თუ შენ გაქვს იდეა ამ ევერესტებს და ჩვენი ევერესტი არის საქართველოს გაბრწყინება, საქართველოს გამარჯვება. მოკლა იდეა. ვინ? ბიზინა. იდეა მოკლა არა, ეხა ბებია მაგისის ამ რა. სად არის ჯორბილაშია და ასე თქვა. არა, ბებიამის კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ხსნი რომ იდეა როგორ შეიძლება ილია ჭავჭა, როგორ შეიძლება შოთა რუსთაველის ქვეყნის, როგორ შეიძლება დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქვეყნის, ხო, ნიკოლოზ ბარათაშვილამდე მისი მასწავლებლის სოლომონ დოდაშვილის ქვეყნის, ილიას სოლომონ დოდაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის უკლებლივ ყველა მის შემოთვალეს მაჟასი გალაქტიკულის ეზიზღება ყველა და ყველაფერი რაც არის დაკავშირებული განათლებასთან, თავისუფლებასთან და ზიამაღლობელის ქვეყნა როგორ შეიძლება მოკლა კაცო ეხლა და კიდე ბევრი თქმა შემიძლია ამაზე მოგვიწევს გიორგი აწუხელიძე ქვეყანა შეიძლება მოკლა ვერ მოკლა გიორგი აწუხელიძე არ არის მისთვის არც გმირი და მისთვის არ მაინტერესებს საზოგადოება მოკლაო შენ მეუნები ხო საზოგადოება ყოველთვის საზოგადოებაში ყოველთვის დარჩება ადამიანთა დიდი რაოდენობა რომელიც ითქმის რომ გიორგი აწუხელიძე გმირია მერაბ კოსტავა გმირია ეხლა რაღაც ჭორბილისტანი იმას გაუკეთოს იმას კაცოს არ ქუას ერთი და ვიჩხუბოთ ვინ და ვინ მე და შენ ვინ კარგი ერთი თემა იყო რომელიც მინდოდა რომ გაგვეშალა 27 წუთია უკვე
ამიტომ მე მგონი სჯობს დავასრულოთ და დავაანონსოთ. კითხება არის თემანი მოკლედ გიპასუხოთ და დავიშალეთ. თან საქმე მაქვს ინგანა. კარგი. ჩემი აზრი უნდა გითხრა ერთ საკითხთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებაში დამოუკიდებლად ქოცისა და ადამიანებისა, განურჩევლად ქოცებისა და ადამიანებისა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. აი თავისუფლების მოყვარე და ნამდვილი მორალის და ცნობიერების და არსის და იდეის მქონე ადამიანების ყველას უკლებლივ უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი ინფორმაცია ერთ მთავარ საკითხზე, განათლებასთან კავშირშია. შენ ერთ-ერთ ბლოგში თქვი და ზოგადად ხშირად საუბრობ ამაზე, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი ბოლო პერიოდში განათლებასთან დაკავშირებული და არა მხოლოდ პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული ქართველი ახალგაზრდობის მიზნების, მომავლის და მათი ნამდვილ ქართველებად ჩამოყალიბების პროცესის ჩაშლასთან. აი მე რა თული წინააღმდება მითხრა. არ მithქვავს ეგეთი რაღაცა. ამ წამამდე ჩვენი როგორ არის ჩვენი ახალგაზრდები მიდიოდნენ, ღებულობდნენ განათლებას ევროპაში. საქართველოშიც განათლებას იღებულობდნენ განათლებას. საქართველოშიც განათლდებოდნენ ეს და დაწყებული ზაღმავალი იმიცი რომელი დინამიკით განათლება იყო. დაწყებული 11 წლიანი რაღაცა 11 წლიან ფორმატზე სწავლების საჯარო სკოლებში დასკვნები. ყველაფერი მიდის იქამდე რომ ჩვენი ახალგაზრდები ძალიან მარტივად რომ თქვა, მოხვდებიან ბოლოს რუსის ჯარში. ეგ მithქვამს კი. ხო. ანუ ეგ მოხვდებიან აუცილებლად ბიზნეს მიხავს იქითკენ რომ მოხვდებიან. ხო, ნუ ეხლა კი არ მოკიდებს ხოლმე და წიხლით კი არ შეყრის, მაგრამ თუ პროცესები ასე განვითარდება და ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს. ასე განვითარდა და ამ პროცესებში გაიმარჯვა ბიზნამ და რუსეთმა და ბიზნამ, ხო, ბუნებრივია რომ ერთ-ერთი და ყველაზე ტრაგიკული ალბათ, ან ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იქნება ის რომ ახალგაზრდა რომელიც ახლა არის პირობითად 13 წლის 5 წელიწადში ის იქნება 5 წელიწადში რეზერვში გაშვებულ შვილს დედა უკან ვეღარ დაიბრუნებს და აღმოაჩენს რომ ესე სჭირდებოდა ქვეყანას. არ გეკამათო ხო? ვის სჭირდებოდა? ქვეყანას. ბიზნეს ქვეყანას ხო. და იცი რა მაინტერესებს? აი ის ქოცები რო არიან ქალები, ქალბატონები, რომლებიც ბრტყელ ტექსტებს აშრიალებენ სოციალურ ქსელებსა და ეთერებში. ამას თუ იაზრებენ, რომ მათი შვილები, არა, მათ გონიათ რომ მათი შვილებზე ეს არ გადავრცელდება და საქართველოს ისევ ორად იქნება გაყოფილი, როგორც ახლა არის. არის სიჯერერთი ეს გონიათ თუ არა? მე მგონია რომ ეგეც არ გონიათ, მე მგონია რომ ეს ამას ვერ იაზრებენ. ქოცი ქალები ხა ეს არ მინდა რომ დიფერენციაცია მოკლედ საზოგადოების ერთი ნაწილი ამას ბოლომდე ვერ იაზრებს. მე აღვხსნი საზოგადოების ნაწილს სავსებით გასაგებად, საკმაოდ გასაგებად. რუსეთის დავალებით ბიძინა ივანიშვილი აკეთებს დესუვერენიზაციას. ხვალ აქ გითხარით, მე არ გია მაგალითად ოკუპაციის მუზეუმს, ოკუპაციის კანონს, რაღაც აფხაზეთს აღიარებს, რაღაც შესთავაზებს კონფედერაციას ისინი არ მიიღებენ. ეს ყველაფერი აი მთელი რაღაც რუსული ერთი დიდი ნიაღვარი საქართველოს წინააღმდეგ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ განსხვავებით 1801-1917 წლის მეფის რუსეთის საქართველოსგან, ანუ გუბერნიებისაგან, რომელიც საქართველოში იყო, რუსეთი აქ არაფერს არ გააკეთებს. მაგალითად 1800-იან წლებში ხო აგვიშენა ოპერა, არ იქნება ოპერა. 900-იან წლებში ანუ კომუნისტებმა აგვიშენეს ენგურხესი თუ მეტრო, არ იქნება მეტრო და ახალი არაფერი არ აშენდება, არაფერი განვითარება არ იქნება. ეს იქნება ტერიტორია, რომელსაც იდენტობა, რომლის საზოგადოებასაც აქვს იდენტობა წარქმეული, არ დავასახელებ არც ერთ ცენტრალურ აზიის არც ერთ ქვეყანას. იქ არიან პენსიურ ქვეყანაში პენსიონერები და გაუბედურებულები, რომლებსაც ეროვნულობის, სახელმწიფოებრიობის არანაირი ნიშანსვეტი კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა ფორმალურად, მაგრამ ნიშანსვეტი არა აქვს ნაციონალობის მისი კარგი კონოტაციით ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის ენისაც კი, კულტურისაც კი ყველაფერი მოვენანებულია. ასეთ ქვეყანად გარდაქმნის რუსეთი გრუზიას, საქართველოსაც არა. რუსეთი ომს უკრაინაში თუ სხვაგან გააგრძელებს აუცილებლად კიდევ 10 წლეულების განმავლობაში.
რუსეთს საკუთარი ადამიანური რესურსის გაწირვა მოუწევს, მაგრამ დასჭირდება, რომ სხვა მისი იღლიის ქვეშ მყოფი თუ არსებული სახელმწიფოების ადამიანური რესურსიც მოიხმაროს და გასწიროს და საზარბაზნე ხორცად აქციოს. ბიზნესთვის უკვე შეთავაზებული იქნება და თუ არ არის მოცემულ ეტაპზე ხვალზე გაუცილებლად შესთავაზებენ პირველი ანტიტერორისტულ ცენტრებს რეალურად რუსეთის საოკუპაციო ბაზების დაკანონებას საქართველოში და ერთობლივ წვრთნებს, სწავლებებს, ერთობლივ საჯარისო ფორმირებებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ყველა სხვა პრობლემას ბიზიდა ივანიშვილი თუ მოაგვარებს, თუ გადალახავს, ხოლმე ამ შემთხვევაში. და ბიზინა ივანიშვილი ან მისი მემკვიდრე, ხო, არ ვიცი, შვილი, ბიძაშვილი, რაღაც სხვა სახის მემკვიდრე, ქართული, რუსული ოცნება. აუცილებლად გაიწვევს შვილებს, აი თქვენ მოგმართავთ ახლა ვისაც გყავთ 13-14 წლის ვაჟები. გაიწვევს თქვენს შვილებს 4-5 წელიწადში ქართულ-რუსულ ჯარში, ესე დავარქვათ. და ეს ქართულ-რუსული ჯარი, ასეული, 1000-ეული რაღაცა ბრიგადა, ბატალიონი, რაღაცა ვიღაცები, ხო? იბრძოლებენ მაგალითად ვილაპარაკოთ ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად ვილაპარაკოთ უკრაინაში, მაგალითად შესაძლოთ ევროპაშიც, ან ყველგან იქ, სადაც რუსეთს დასჭირდება ეგრეთ წოდებული ახალი SVO-ების, ანუ სპეციალნაია ვაენნაია ოპერაციების ჩატარება. ამას თუ ვერ ხვდებით, ეხლა მე ის ხო არა ვარ რაღაც ივარი ნათლისმცემელი, რომ თქვენ რაღაც გაგანათლოთ, ხო? არა ვარ ცხადია. ას პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ ეს მინიმუმ უნდა დაუშვათ, რომ ეს ხდება, ეს მოხდება. 1%-იანი ნაკლები 0.1% თუ არსებობს ამის შანსი, თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი შვილებისათვის და არა თქვენთვის. ხო შესაძლოა სულ გიყვართ ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ თუ 0.1%-ით უშვებთ ამას, რაც შეიძლება მოხდეს თეორიულად კვლავ ვიმეორებ. ხო? ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინებით თქვენ უნდა გაუწიოთ მას წინააღმდეგობა. თუ არ გაუწევთ წინააღმდეგობას, ეს 0.0.1, ხო? გაიზრდება 0.2%, 1%, 5%-ამდე თხურ და მე იქნება 51 ან 99% ან 100% ადრე იქნება თუ გვიან. კიდე ერთი კითხვაც და დავამთავროთ. არა, შევინახავ. კაი. კარგი. ამიტომ ბოლოს თქვა, მაინც გავიბარჯვებთ. აი არა, მაინც ეხლა რომ გავთიშავ ამ კამერას. შვილებს ვფიცავ. კამერას რომ გავთიშავ, კიდე რამე უნდა მითხრა. ორივე სახელი იწყება ლ-ზე, ხო? ლიზას და ლილეს ვფიცავარ. ჩემს შვილებს ვფიცავარ, გავიბარჯვებთ. შეიძლება ბევრი ჩვენგანი შეეწიროს ამას, მაგრამ გავიბარჯვებთ. კარგი.